მშვიდობისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ გადაცემა ევროპულ არჩევანს. მე ვახო სანაია ვარ. ახლა კი იმის შესახებ თუ რა საკითხებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. ერთი წელი რეადმისიის ხელშეკრულებიდან, გადაადგილების თავისუფლება, არალეგალური შრომით იმიგრაცია, ჩვენი მოსახლეობის რა რაოდენობა იმყოფება ემიგრაციაში, რა საქმიანობენ საქართველოდან საზღვარგარეთ წასული ადამიანები და რა რაოდენობის თანხას უგზავნიან ოჯახებს. საქართველოს მოქალაქეები და ევროკავშირის ვიზები, რომელი ქვეყნები ეუბნებიან ყველაზე ხშირად უარს ჩვენს მოქალაქეებს ვიზებზე. საკონსულოების მომსახურება. დღეს ევროპულ არჩევანში საკითხები, რომლების თვითოულ ჩვენგანს ეხება და აღელვებს. ევროპული არჩევანი. საღამომშვიდობისა ყველას მოგესალმებით. საქართველო და ევროკავშირი ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია. რას გულისხმობს შეთანხმების ძირითადი ასპექტები? რას ნიშნავს ევროკავშირის შავი და თეთრი სიები? ანონსშიც ვახსენეთ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არალეგალური შრომით იმიგრაცია იქნება. ეს ჩვენი ქვეყნის მტკივნეული საკითხია. ასევე დღევანდელ გადაცემაში შევეხებით ევროკავშირის ვიზებს, მათ შორის წარმოგიდგენთ სტატისტიკას რეგიონის მაგალითზე. აგრეთვე დღეს გვერდსევერაულით საკონსულოების ტექნიკური მომსახურების საკითხსაც, რა პრეტენზიები აქვთ მოქალაქეებს და რა არის ამ კუთხით გამოსასწორებელი. მე ახლა ჩამოთვალე რამდენიმე საკითხი, მაგრამ ყველა ეს თემა ერთმანეთზე მჭიდროდაა გადაჯაჭვული და იმედი მაქვს, რომ მოვასწრებთ ჩვენს საეთერო დროში, შევეხოთ თითოეულ მათგანს. დღევანდელი გადაცემისთვის დავიხმარე ის ანგარიში, რომელიც მომზადებულია ორგანიზაცია ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია თბილისის მიერ. ამ ნაშრომის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიმართება, მანამ კი ზოგიერთ მნიშვნელოვან მონაცემს დღეს გადაცემაში დაგაცნობთ. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, თამარ ბერუჩაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, ქეთი ციხელაშვილი, ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, მარკ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ფურცელაძე, გაზეთი ვერსია, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, პაატა ბელთაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის და ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ რეადმისიის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დაგისვათ შეკითხვა ქაბატონ ქეთი, თქვენგან დავიწყებ. ერთი წელი გავიდა და რა შედეგები გვაქვს რეადმისიასთან დაკავშირებით ამ ერთი წლის განმავლობაში და ასევე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ გავრცელდა ინფორმაცია და ერთი წლის წინაც იყო ამაზე საუბარი, რომ დაიწყებოდა მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ამ ხელშეკრულების შედეგად. არის თუ არა ეს ასე და აქვს თუ არა საფუძველი შიშისა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იმყოფებიან საზღვარგარეთ? მოგესალმებით, სწორად აღნიშნეთ, რომ ერთი წელი გავიდა, რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირის 25 ქვეყანას შორის რეადმისიის ხელშეკრულება, ისევე როგორც ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულება. მაყურებლისათვის ძალიან მოკლედ რომ განმარტოთ, რას ნიშნავს რეადმისია, ეს არის ფაქტობრივად ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ არალეგალურად მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება. ეს ხელშეკრულება ასევე ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიიდან პირდაპირ მოხვდებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე. საქართველოს ვალდებულება აქვს ამ შემთხვევაშიც. ისიც სწორად აღნიშნეთ, რომ თავდაპირველად იყო ძალიან ისეთი მოლოდინები, რისკების ერთგვარი გაზვიადებული აღქმა, რომ ესეთი ტიპის ხელშეკრულება გამოიწვევდა საქართველოდან არალეგალი მიგრანტების მასობრივ გამოდევნას. ჩვენ ვიცით, რომ მიგრაციის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას, მათ შორის შრომით იმიგრაციის პრობლემა და ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ეს გახლავთ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა. თუმცა შედეგებზეც მკითხეთ და მინდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად ერთი წლის შედეგების შეჯამებით, ამგვარი შიშის საფუძველი არ არსებობს. არის შემოსული დღეისათვის 758 რეადმისიის განაცხადი, რომელიც ასე ვთქვათ, საკმაოდ ნორმალური რაოდენობაა და ნამდვილად არ უკავშირდება რაღაცა მასობრივ დეპორტებს მოქალაქეების. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივია რეადმისიის საკითხი, ისევე როგორც მობილურობის საკითხებში ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვა სფეროები ნამდვილად უკავშირდება განსაკუთრებით მომავალში მიგრაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ პროცესებზე. ამაზე ალბათ ვისაუბრებთ. ქაბატონ თამარ,
ანუ მოქალაქეებისთვის გასაგები რომ იყოს რახან ეს ხელშეკრულება გაფორმებულია და თან ქალბატონმა კეთიმ თქვა რომ არ ემუქრებათ მათ ესე მასობრივად გამოდევა. მაშინ რისთვის გაფორმდა ეს ხელშეკრულება? როგორ მოხდება არალეგალებთან დაკავშირებით, როგორი იქნება პოლიტიკა ევროკავშირის? ზოგადად მინდა ვთქვა, რომ სიახლე ამ ხელშეკრულების გაფორმებით იყო მხოლოდ ის, რომ ძალიან დეტალურად გაიწერა პროცედურები და შეთანხმდა ევროკავშირსა და საქართველოს მხარეს შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს არალეგალური საქართველოს მოქალაქის ან მესამე ქვეყნის ცხოვრების რეადმისია საქართველოში. თორემ მანამდე, სანამ 2010 წელს ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა და 2011-ში ძალაში შევიდოდა, ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, პრაქტიკულად ძალიან ბევრთან ასეთი ხელშეკრულება იყო, არსებობდა და მუშაობდა. რეალურად ეს არის კონსტიტუციური ვალდებულება ქვეყნისა, რომ მიიღოს უკან თავისი მოქალაქე. მაგრამ ამასთან ერთად ეს არ არის მარტო შემოფარგლული აი ამ მიღების აქტით. ქვეყანა ასევე ვალდებულება იღებს, რომ მოახდინოს ამ მოქალაქის ინტეგრაცია, დაეხმაროს მათ, როცა ამის საჭიროება არსებობს და სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ დღეს ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე, ასევე განსაკუთრებულად წევრი ქვეყნების მონაწილეობით, ხორციელდება სპეციალური მასშტაბური პროგრამები იმისთვის, რომ ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეადმისირებულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე, სრულფასოვნად ჩაერთონ საქართველოს დღევანდელ რეალობაში, მოხდეს რესოციალიზაცია მათი, თუ საჭირო იქნება მათ მიიღონ მხარდაჭერა დახმარებით, ხშირად გარკვეული პროგრამებიც კი არა, რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, ასეთი ტიპის მოქალაქეებს შორის გარკვეული მათგანი საჭიროებს სამეცინო დახმარებას და მთელი რიგი პროგრამებისა დღეს უკვე არსებობს, რომელიც რეადმისიას და რესოციალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება. მინდა ასევე ვთქვა, რომ ვიზების გამარტივება, ეს რასაკვირველია, უფრო მიმზიდველი ნაწილია ამ ხელშეკრულების პაკეტისა, ხოლო რეადმისია ეს არის უფრო ვალდებულება ქვეყნისა. ეს არის აუცილებელი ნაწილი იმ პროცესისა, რომელშიც საქართველოს ჩაერთო, გადაადგილების გამარტივება, სავიზო ლიბერალიზაციის მისაღწევად, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაში განისაზღვრა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. და ჩვენ ამ პროცესში ჩავერთვეთ უკვე და სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიასთან ერთად გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა მობილურობისათვის, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ სწორედ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პარალელურად ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, რომელზეც ალბათ მე გასაგები აი ვიზების საკითხზე მინდა გადავიდე უფრო კონკრეტულად და მე შესავალ სიტყვაში ვთქვი, რომ აი ქალბატონი კეთის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას მოვიხმობდი და მე მინდა პირველი გრაფიკული მონაცემი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელსაც და მინდა თქვენ ყველას გაჩვენოთ. ვთხოვ რეჟისორს გაუშვას ეს გრაფიკული მონაცემი და კეთის ვთხოვ დამეხმაროს აი ამ გრაფიკული მონაცემის ახსნაში. 2010 წელს საქართველოს უწერია 15%. რას ნიშნავს ეს, რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს? ეს გახლავთ წლების განმავლობაში საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის საკონსულოების მიერ გაცემული ვიზების სტატისტიკა საქართველოს მოქალაქეებისათვის. ეს არის საერთო მაჩვენებლები და თქვენ ხედავთ შესაბამის გრაფაში, რამდენი ვიზა გაიცა, ეს ეხება ამოკლებადიან ვიზებს და რამდენ ვიზაზე ითქვა უარი. პროცენტული მაჩვენებლები, რომელიც წარმოადგენს დინამიკაში 2007-2010 წლების მონაცემებს, ჩვენი კვლევის შედეგად განაპირობებს იმას, რომ საქართველო აი ამ მაჩვენებლის მიხედვით რეგიონში და მე ვგულისხმობ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს 6 ქვეყანას, ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, ჩვენს მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს და ასევე რუსეთს, რომელიც არ შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში, მაგრამ მისი სტატისტიკაც ყურადღებოა, საქართველოს გახლავთ ლიდერი სამწუხაროდ უარის მაჩვენებლებში. ჩვენ არ გვაქვს 2011 წლის მონაცემი. თუმცა რამე ვარაუდი გვაქვს, რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება იყოს დანაფარდობა მეტი ამ ნაკლები თანაბარი. დიახ, ამასთან დაკავშირებით არსებობს წინასწარი მონაცემები და ალბათ ქალბატონი თამარი განმარტავს, სადაც ერთგვარი კლების დინამიკაა. უპირველეს ყოვლისა, ეს მონაცემები ფარავს იმ პერიოდს, როცა სავიზო გამარტივების და ხელშეწყობის ხელშეკრულება ჯერ ამოქმედებული არ იყო.
მეორე სწორედ დღეს შედგა ერთობლივი ევროკავშირის საქართველოს კომიტეტის ხდომა, რომელიც ორგანიზაცია გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების ფარგლებში და რომელმაც დეტალურად უნდა განიხილოს ყველა ის სირთულეები, რომელიც თან ახლავს სავიზო გამარტივების ხელშეკრულების შესრულებას. და ბოლო სტატისტიკის მიხედვით ეს პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია და ამასთან ერთად იმ სტატისტიკის მიხედვით, რაც ჩვენ მოვიძიეთ, ამასთან ერთად ჩვენმა ევროკავშირის კოლეგებმა ევროკომისიიდან მოგვაწოდეს, რეგიონში საქართველოს მაინც აქვს შედარებით მაღალი მაჩვენებელი ზოგადად ევროკავშირის ვიზების ამ მონაცემით ლიდერი ვართ, ხო? დიახ, თუ შეიძლება. დიახ, ან თქვენ რა მონაცემებსაც ვარაუდობთ ის მონაცემები უკვე არსებობს 2011-ის, რომ 15 და 1 შემცირებულია და თუ მეხსიერება არ მღალატობ, სადღაც არის 12%. მაგრამ მაინც ლიდერად რჩებით. ლიდერად არ რჩებით, იმიტომ რომ პრაქტიკულად იმ ქვეყნებს თუ შევედრებით, სადაც არის უკვე ამოქმედებული ხელშეკრულება, ჩვენ პრაქტიკულად უფრო კარგი ადგილი გვაქვს ვიდრე წინა წლებში. გასაგებია, მაგრამ პოზიტიური დინამიკა არის. მე არ მინდა რომ აბსოლუტური მაჩვენებლით შევაფასოთ მხოლოდ ეს ძალიან რთული პროცესი, რომელშიც ჩვენ ჩავებით და რა რეზულტატებიც გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახეზე იყოს პოზიტიური დინამიკა. მესმის ძალიან მოკლედ და შემდეგ სხვა სტუმრებს ორი რამ მინდა ამასთან დაკავშირებით აღვნიშნო. ამ მონაცემებში არ გახლავთ 2011 და მე როგორც ვიცი, სულ ახლახანს გახდა ცნობილი ქართული მხარისათვის ისიც ოფიციალურად ეს ქვეყნდება მხოლოდ ივნისში, ამიტომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ ამ დროს ხდება. საერთოდ ეს ერთ-ერთ პრობლემად გვესახება, რომ არ არის თავისუფალი და წვდომა სავიზო სტატისტიკაზე, რაც საშუალებას მოგცემდა დინამიკას უკეთ დავგროვებოდით. და მეორე საკითხი, რაც უართან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, ცხადია ძალიან კარგი არის, რომ დინამიკა არის კლებადი, მაგრამ მე ვფიქრობ ამ მიმართულებით ქართულმა მხარემ, ისევე როგორც ევროპულმა მხარემ უნდა გააგრძელოს მუშაობა, იმიტომ რომ არაოფიციალურად 3%-იანი მაჩვენებელი იცვლება ერთგვარ უსაფრთხო მარჟვას. სხვა გრაფიკას ბატონო, რატომ არის საქართველოს შემთხვევაში ასეთი მაღალი პროცენტი? ნუ ეხლა ეს შედარებითი არის, მაღალი ეხლა უფრო მნიშვნელოვანი არის 2011 წლის სტატისტიკა, იმ თვალსაზრისით, რომ მარტო ერთ წლის წინ შევიდა ძალაში ვიზის გამართივების ხელშეკრულება, ეს ერთი. ძალიან კარგია, რომ კლებულობს ეს პროცენტი. რატომ ცოტა რთულია იმის თქვა, მე არ მაქვს ეხლა ცალსახად ერთი გამართება ან მეორე. ერთი არის, რაც ხოლმე ხდება, არის ის, რომ შედარებით ბევრი რჩება არლეგალურად იმის მერე, რაც ვიზის ვადა გავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ მეტი ვიდრე სხვა ქვეყნების მოქალაქეები ვერ გეტყვით. მეორე არის ვიზის აპლიკაციის წარადგენის დროს გახავებული ან ვითომ გახავებული პრობლემატური დოკუმენტების წარადგენა. შეიძლება რომ გარკვეულწილად ეს იყო იმის ბრალია, რომ შედარებით ბევრი მიდის შუამავალი ფირმის გავლით, მეშვეობით, რათა ის მოაგვაროს პოტენციური მგზავრისთვის დოკუმენტაცია, შეიძლება ეს იყოს პრობლემა, ამაზე ზოგიერთი საერთო რამდენად ჩვენთვის ცნობილია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგი რომ ეს სტატისტიკა კლებულობს და მე ვფიქრობ, რომ ერთი წელი არც თუ ისე ბევრი დრო არ არის იმისათვის, რომ სრულად, ასე ვთქვათ, მუშაობდეს ის ხელშეკრულება, როგორც უნდა მუშაობდეს. გასაგებია, კიდევ ერთი გრაფიკული მონაცემი მინდა გაჩვენოთ და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის ის ბოლო მონაცემი, რაც გვაქვს საერთოდ 2011 წლის არ არსებობს. ეს არის 2010 წლის ვიზებზე უარი საკონსულოების მიხედვით პროცენტულ მაჩვენებლებში პირველ ადგილზე არის ამ შემთხვევაში 31% უარი ვიზაზე ესტონეთი, შემდეგ ლიტვა, შემდეგ საბერძნეთი და ნიდერლანდები მეოთხე ადგილზე, შემდეგ ჩეხეთი. ბატონ კახა, თქვენი აზრით რა განაპირობებს იმას, რომ ესტონეთი, ლიტვა არიან სათავეში, თქვათ, აი ამ სიის, მაშინ როდესაც ითვლება, რომ ეს სახელმწიფოები ყველაზე მეტად მეგობრულად არიან საქართველოს მიმართ განწყობილი, ერთ-ერთ ყველაზე მეტად მეგობრულად. ნუ ამ სქემიდან ყოველ შემთხვევაში არ ჩანს რაოდენობა განაცხადებისა, რომელიც შეტანილია ამ ქვეყნებში. ეს ერთი, მეორე, ეს არის ძალიან პატარა ქვეყნები და რა თქმა უნდა,
ისინი ბევრად უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით, ვიდრე უფრო დიდი ტერიტორიით და ტერიტორიულად მოსახლეობის თვალსაზრისით უფრო დიდი ქვეყნები. მე მგონი აი ეს ორი ძირითადი მიზეზი არის. სხვა მიზეზს მე ყოველ შემთხვევაში ვერ ხედავ. ყოველ შემთხვევაში აქ საჭირო არის ალბათ უფრო სიღრმისეული გამოკვლევა ამისა, რომ პასუხი გაეცეს ამ კითხვას. კვლევის ავტორსაც ვკითხოთ მაშინ კეთი. პრინციპში ვიზიარებ იმ არგუმენტს და ამასთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მოგვიანებით შევერთდნენ შენგენის ზონას და ამიტომ მათი საიმიგრაციო პოლიტიკა სავარაუდოდ გამკაცრდა. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ არც ეს მაჩვენებლები და არც ზოგადად უარის მაჩვენებელი არ გამოხატავს პოლიტიკური ურთიერთობების, ასე ვთქვათ, პერიპეტიებს, არ აიხსნება ყოველ შემთხვევაში ამითი, იმიტომ რომ მაგალითად იგივე რუსეთსა და ბელორუსს უარის მაჩვენებელი წლების განმავლობაში აქვს 1%-ის მიდამოებში. აი ზუსტად ამან შეიძლება გაუჩინოს ადამიანებს შეკითხვები, თუ კი ჩვენი დაახლოების პროცესი მიდის, თუ კი მეგობრულად აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფოებს, მაშინ რატომ ხდება ისე, რომ თქვა ჩვენ არ გვაძლევენ ვიზას და აძლევენ თქვა ბელორუსს. ხო, ეს შეკითხვა ჩდება ბუნებრივია. მე შეიძლება კიდე ერთი რაღაცა თქვა, ეჭვი შევიტანო ყოველ შემთხვევაში. მე მგონია, რომ ესტონეთი და საერთოდ ბალტიისპირა ქვეყნები ხშირად გამოიყენება ტრანზიტისათვის. მოქალაქეებს უნდათ ჩრდილო ევროპაში შეღწევა, სადაც მიგრანტებისთვის შედარებით უფრო მარტივი პირობებია, უკეთესი პირობებია, იქ სამუშაოს მოძებნის თვალსაზრისითაც, ნახვის თვალსაზრისითაც, სოციალური მდგომარეობა უკეთესია, მთლიანად დასაქმების მაჩვენებლებიც უკეთესია ჩრდილო ევროპაში, ვიდრე ყველა სხვა დღევანდელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მე მგონია, რომ ამ ქვეყნებს იყენებენ სწორედ აი ესეთი როგორც გარდამავალ სატრანზიტო დანიშნულების და ამას რა თქმა უნდა საელჩო ალბათ თავისი მეთოდიკით რაღაცნაირად ითვლის და ყოველ შემთხვევაში იმათ ვინც ცდილობენ რომ გავიდნენ მათი ქვეყნიდან შემდგომ სხვა ქვეყანაში აი ამას ალბათ აღკვეთენ. სწორედ ამიტომ არის ალბათ მაღალი პროცენტი. მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ თვითონ ესტონეთში, რომელიც სულ რაღაც 2 მილიონიანი არც არის ქვეყანა, დაახლოებით 2 მილიონი მოსახლე, რომ იქ ძალიან დიდი რაოდენობის ქართველი ან საქართველოს მოქალაქე ცდილობდეს რომ შეაღწიოს და იშვილოს. გასაგებია. შემდეგი მონაცემი. მე მინდა დავამატო თუ შეიძლება. დრო დაუბრუნდე იმ კომისიას, რომელიც ერთობლივად ასეთ ტიპის პრობლემებს განიხილავს, ჩვენ დეტალურად ქონდა დღეს ჩატარდეს კომისია და დეტალურად იყო საუბარი ყველა იმ პრობლემაზე დაწყებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით აპლიკანტებისთვის ქართულ ენაზე, რეგისტრაცია, ადმინისტრაციული პრობლემები, რიგები და ასე შემდეგ. ძალიან დეტალურად მინდა კიდევ ერთხელ ხაზი დაუსვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ორმხრივი დიალოგის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ თემაზე კომისია დღეს ძალიან საგნობრივად საუბრობდა. თამარ ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში კიდევ შევეხებით. მაგრამ აი პატარა საელჩოებს და პატარა ქვეყნებს ხშირად მიზეზად მოყავთ ის, რომ მათ აქვს ძალიან ლიმიტირებული რესურსი და ადმინისტრაციული რესურსი საშუალებას არ აძლევს მოკლე დროში განიხილოს იმდენი ვიზა, რამდენზეც მოთხოვნა არის. აი ეს ერთ-ერთი იყო შემდეგი გრაფიკა თუ შეიძლება ამაზე პრინციპში ვისაუბრეთ მეტნაკლებად. შემდეგი და აქ მივადგებით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის მიგრაცია. ამ კვლევის მონაცემის მიხედვით მოსახლეობის სავარაუდოდ 25% არის ემიგრაციაში და თითქმის 80% აქედან არალეგალური შრომითი მიგრანტია და 72% ფულად გზავნილებს ახორციელებს. მე და ჩემს კოლეგებს ვთხოვ შეფასება აი ამ მონაცემის, რამდენად ძიმია ეს სურათი, ლაშა თქვენგან დავიწყოთ, შემდეგ ალბათ. Ну, რა თქმა უნდა, ძალიან ძიმია, იმიტომ რომ როდესაც ამდენი დაახლოებით 25% საქართველოს მოქალაქეების მოსახლეობის არის წასული და თან წასული ესეთი ძიმე პირობაში იგულისხმება არალეგალური საქმიანობა, ну, ამას ახლა ესე მშვიდად უყურო ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს
ხშირ შემთხვევაში არის მონური შრომა, ხა ჩვენ ვიცით ხო რაც არის ეს არალეგალურად ყოფნა და როცა შესაბუთი არ აქვს რომელიღაც ქვეყანაში ხარ რაღაც მეორე ხარისხოვანიც არ ხარ, რა ვიცი, ხარ მონა პირდაპირ შეიძლება ითქვას. ძალიან რთული სიტუაცია, როგორც ჩანს არ არის მაინდამაინც კარგი ვითარება ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ დასაქმების და სოციალურ თვალსაზრისით და ამიტომ გარბიან ისინი. თუმცა მე წინასთან დაკავშირებითაც მინდა ერთი ძალიან მცირე კომენტარი გავაკეთო, ვიცით, ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ცოტა უცნაურად მეჩვენება მე, რატომ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, როცა ვადარებთ ერთ-ერთ გრაფიკზე ჩანდა სხვა ქვეყნების რაოდენობა უარის თვალსაზრისით. მე მართლა არ მესმის, იმიტომ რომ რა არის ეს თუ არა ჩვენი სახელმწიფო ორგანოების არა ასე თქვათ არა კარგი მუშაობა, იმიტომ რომ უნდა იცავდნენ ისინი საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს. ხა მე ძალიან მაინტერესებს მიზეზები იქნა მოთხოვნილი კითხეს საკონსულოებს ან საელჩოებს ან იმ ჩვენი კი არიან ჩვენი მეგობრები გასაგებია, მაგრამ როდესაც 2007 წელს უფრო მეტი გადიოდა, ნაკლებს უთხრეს უარი და დღეს 2011 წელს 12%-ია, მაშინ იყო 10%, ну, გასაგებია შარშანდელთან შედარებით ცოტათი პროგრესია, მაგრამ 2007 წელთან შედარებით არ არის პროგრესი, რეგრესია, ხო? რაშია საქმე? კითხვები დაისვა ამასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეუბნებიან უარს, ყოველთვის არის ობიექტური პასუხი. გასაგებია ხა ბატონო კახამზადა ზოგიერთ ქვეყანაში არის შიშის განცდა, მაგრამ ხა ყველა ადამიანი სამართლიანად არის გამოშვებული უარით იქიდან. მე მგონი არ არის, იმიტომ რომ მე პირადად ვიცი უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს ან ტურისტულად უნდა წასვლა და არ იციან რატო თქვეს უარი, აბსოლუტურად არაფერი, არც დარჩენას აპირებდნენ, არც არავის მოკლას აპირებდნენ, არც ემას აფერს თუჯის გაკეთებას არ აპირებდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ ტურისტული ვიზებზე იყო ლაპარაკი, ზოგს სწავლა უნდა და უარი უთხრეს, ზოგს რაღაცა უნდა, ზოგს ვიზაზე იყო ძალიან სერიოზული, მაგრამ უარი უთხრეს და პასუხი არ იციან, რატო უთხრეს. თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნდა მოითხოვოს ამაზე პასუხი? მე ფიქრობ, რომ ერთი მხრივ იმაზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ ამდენი ადამიანი ასეთ მონური პირობებით არ უნდა გარბოდეს ქვეყნიდან, მაგრამ მეორე მხრივ ეხა ბევრი მიდის აბსოლუტურად ლეგალურად ნორმალური განწყობით და არ უშვებენ გაუგებარი მიზეზებით და მე მეჩვენება რომ მათ ინტერესებს ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ არ იცავს სათანადო. იცავს თუ არა სახელმწიფო მათ ინტერესებს? ნამდვილად იცავს, ნამდვილად არა მარტო კითხვებია დასმული, არამედ კიდევ იმ კომისიას დაუბრუნდები არაერთხელ, რომელიც არის ფორმატი რეგულარული დიალოგის და საკონსულო დეპარტამენტს, რომელიც არის ძირითადი ადრესატი ასეთი შემთხვევების და განხილვების ორგანიზების თავის პარტნიორებთან წევრი ქვეყნების საკონსულო სამსახურებში, ეს აქვს თავის სამუშაო დღის რეჟიმში რეგულარულად. და ამასთან ერთად არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი და თხოვნა იყო საქართველოს მოქალაქეებზე, ვინც მიიღებს დაუსაბუთებელ უარს, აუცილებლად წერილობით ან ცხელ ხაზზე უნდა ეს განაცხადოს და დააფიქსიროს ეს პრობლემა საკონსულო დეპარტამენტში. არ უნდა დაიზაროს, 2007 წელს ეს ჭორების დონეზე შემოიფარგლება და დაფიქსირებული არ არის, რაც სტატისტიკას უქმნის სერიოზულ პრობლემას. 2007 წელს, როდესაც აქ მონაცემში წერია 10%, ნუ შემდეგ 2009-ში 17 და ახლა 2010-ში 15%. ანუ განსხვავება არის 5%-იანი 2007 და 2010 წლებს შორის. ანუ სახელმწიფომ რა დასკვნა გამოიტანა, რატომ აიწია ამ პროცენტს? იცით რა არის, ეს არ არის მარტივი არითმეტიკის საგანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი შეუმფარგლულია იმ დროის პერიოდით, როცა სავიზო რეჟიმის გავარტივების ხელშეკრულება ჯერ ძალაში არ იყო. მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება ძალაშია, ის ჩვენ გვაძლევს უფრო მეტ საშუალებას ვიყოთ უფრო ერთი აქტიურები და მეორეს მხრივ კონდეს
შესაძლებლებმა მოვითხოვოთ არგუმენტირებული განმარტებები ყველა იმ კონკრეტულ შემთხვევაზე. მოვთხოვოთ ჩვენ პარტნიორებს, როგორც ეს დღეს იყო დაფიქსირებული კომისიის ხდომაზე, ორგანიზება გაუკეთოს შესაბამის ინფრასტრუქტურას, უზრუნველყოფს ქართულ ენაზე დოკუმენტები, უზრუნველყოფს საქართველოს აპლიკანტები. ეს თემა ჯერ არ განავრცელეთ მეორე ნაწილში და ეს არის ამ შეკითხვების ნაწილი და ის ქმედებები როგორ ახორციელებს სახელმწიფო სამსახურები თავის ფუნქციას. რამდენი ადამიანი მიმართავს ცხელხას და რამდენმა იცის რომ მას ეკუთვნის, მას აქვს უფლება მოითხოვოს დასაბუთება. მე ძალიან ბევრი შევეხებით გადაცემის მეორე ნაწილში ამას, მაგრამ მიგრაციის საკითხზე მინდა შეფასება თქვენი და შემდეგ ბატონ თქვენ. ყურადღება ვახო აი მონაცემ სტატისტიკას, ხო? იქ ნახეთ რომ აი 25%-დან რომელიც წასულია ქვეყნის მოსახლეობის 80% ფაქტიურად არის არალეგალი და მათ შორის 75% თუ არ ვცდები 70% გზავნის ხო ეს არის აი პირდაპირი სქემა ანარეკლი იმისა რაც საქართველოში დღეს ხდება. ანუ გამოდის რომ ყველა მეოთხე ოჯახი რაც გვიწერია აქ მონაცემში ინახავს საქართველოში თავის ნათესავს ან ოჯახის წევრს ხო? ფაქტიურად ეს არის აი პირდაპირი მაჩვენებელი იმისა რომ საქართველოს მოსახლეობის 25% არის მსხვერპლი იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი. ეს არის საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობა. გასაგებია ბატონ მარკ, რამდენად მძიმეა ეს სურათი, რაც ახლა გამოტანილი გვაქვს ეკრანზე და შემდეგ ბატონ ბაკუთ. ნუ ამ სურათზე ძირითადად ჩანს ციფრები და იმის ციფრის უკან რა ხდება, ცოტა მრავალფეროვანი არის ბუნებრივად. იმის გამო რომ ბევრი ოჯახი საქართველოში დამოკიდებული არის პულად გაგზავნილებაზე, ეს ფაქტია, ჩანს ასევე $1325 წელიწადში, ცოტა დაბალი მეჭვენება, თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა აქ როლს თამაშობდეს ეკონომიკური კრიზისი. ეს 25% შეესაბამება რეალობას თუ უფრო მეტია? ახლა ცოტა ნაკლებად გასაგება წერია ზუსტად რა ხდება, მაგრამ სოფლიო ბანკის 2011 წლის მონაცემების მიხედვით მომზადებული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ზუსტი მონაცემები მიგრაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, იმიტომ რომ არ ხდება მიგრაციული ნაკადების კონტროლი. აი, როდესაც ამ საკითხში ზუსტი მონაცემი არ გვაქვს, ვარაუდი რისი შეგვიძლია, რომ უფრო ნაკლებია თუ უფრო მეტი? ეს ალბათ ბატონი მარკი ამაზე გვეტყვის, მაგრამ მე უბრალოდ ამ მონაცემებზე გეტყვით, რომ ეს არის სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ესეც არის გამოკვლევების შედეგი, რამდენადაც როგორც ვთქვით, არ არის ასეთი ზუსტი მონაცემები, ამიტომ ტარდება გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზეც იკვეთება სურათი და თუ კი დაუშვათ ეს მონაცემი ზუსტად არ ემთხვევა ყოველ წელს საშუალო შემოსავალს ოჯახებისა, რომლებიც იღებენ საკუთარი მიგრანტებიდან ფულად გზავნილებს, ეს ძალიან კარგად გამოკვეთავს ტენდენციას და ცდომილების, ასე ვთქვათ, ალბათობა არც ისე მაღალია. კი ბატონო, ახლა დავუბრუნდეთ 25% ემიგრაციაშია, როგორც წერია ეკრანზე. აქ ალბათ მე ვფიქრობ, რომ იგულისხმება ის ადამიანი, რომლებიც ან დიდი ხნის წინ უკვე წავიდა და ახლა დაბრუნდა საქართველოში, ანუ ეს არის ნახდი ემიგრაციაში. და შედის ვინც დროებით წავიდა, ჭრომითი მიგრანტად ითვლება, მისი მიზანი არის საქართველოში დაბრუნება. იმ მომენტს, როცა თვითონ აერჩევს, ალბათ, როცა უკვე წარმატებულად ითვლება მისი, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ წასვლა და აღარ სჭირდება იქაური შემოსავალი, ან ბუნებრივად სხვა მიზეზის შედეგად იძულებით გახდება, რომ ის დაბრუნება უბრალოდ ვერ აიცილებს დაბრუნებას. ანუ ორივე კატეგორია შედის, პლუს კიდე სხვა კატეგორიები. ანუ ეს ცოტა რთულია ამის აქედან დასკვნა გამოტანა, რომ ვთქვათ, ის მილიონზე მეტი ხალხი არ არის ყველა ის შრომითი მიგრანტი, ვინც თქვათ ძლივს შეუძლებს რაღაც ყოველდღიურ შემოსავალს. ანუ შეიძლება ლეგალური მიგრანტიც. მე ასე ვფიქრობ, ხო შემთხვევაში ვარაუდი ასე არის, რომ მილიონზე ან ცოტა ნაკლები, ან ცოტა მეტი არის წასული ემიგრაციაში, კიდევ ხელ ვიმეორებ, ბევრი მათგანი უკვე გახდა სხვა მოქალაქის სხვა ქვეყნის მოქალაქე უკაცრავად და ითვლება ემიგრანტად. მეორე ნაწილი არის განსხვავებული შრომითი მიგრანტი. რაც შეეხება თუ შეიძლება რეჟისორს ვთხოვო, რომ ეს მონაცემი იყოს ჯერ პირველ მონაცემებზე მინდა გავამახვილო განსაკუთრებული ყურადღება, ჩვენ ძალიან ბევრი მოვისმინეთ რეადმისიამ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს და რა რეალობა
შექმნა საქართველოში, მაგრამ მე ვფიქრობ ეს მონაცემები უფრო შეიძლება ითქვას ძალიან ავის მომასწავლებელი იყოს, ამჟამად არის და უფრო მეტად გახდეს საქართველოში, ვინაიდან გამომდინარე იქიდან რომ დაბრუნების ტენდენციები არის ძალიან დაბალი და გამომდინარე იქიდან რომ შრომითი აღლეგალი მიგრანტების დაცვისთვის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ერთიანი სტრატეგია და დამოკიდებულება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შეიქმნა კომისია, რომელსაც მიგრაციის სახელმწიფო კომისია ჰქვია, არ არსებობს და ბუნებრივია არის მეორე წინააღმდეგობა ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარი რისკის და ასე ვთქვათ, ლაშა მახსენდა მონური თავდადების და შრომის პასად საქართველოში უამრავ ოჯახს ყვებავენ და მათზე არიან დამოკიდებული, აქაც გარკვეული საფრთხე შეენიშნება. ანუ თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო მათ ვერ სთავაზობს, სანაცვლოდ ვერაფერს, რომ აქ რა თქმა უნდა და ჩვენ თუ კი გვაინტერესებს მიგრაცია, მე ვფიქრობ ძალიან დამახასიათებელი და ახალი ფენომენია საქართველოსთვის და სათანადო დაახმული და შეფასებული არ არის ის დადებითი ან უარყოფით შედეგები და ეფექტები, რაც მას შეიძლება ქვეყანას მოუტანოს. მე შეზღუდული დროიდან გამომდინარე დეტალებში შეიძლება არ ჩავღმავდე ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა დავსვათ შეკითხვა, რატომ ხდებიან ადამიანები იძულებულნი დატოვონ საქართველო და ხშირად ალალ ბედზე, ანუ ბედისწერის, ასე ვთქვათ, ბედისწერაზე დამდობილი ეძებენ მათთვის ძალიან უცხო და ძალიან წარმოუდგენელ გარემოში სამუშაო. აქ იგულისხმება ის ეკონომიკური გარემო, აქ იგულისხმება ის მდგომარეობა, რომ სახელმწიფოში დასაქმების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ევროკავშირის მხრიდან რამდენჯერმე უკანასკნელ დასკვნებში მოხდა ძალიან კაფიროდ გამოკვეთილი შეფასება, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას აქეთკენ ნაბიჯები, გაუქმებულია სახელმწიფო დასაქმების სააგენტო და ეს აიხსნება იმ ლიბერალური დამოკიდებულებით, რომელიც გამოფებულია ჩვენს ქვეყანაში, რომ შრომის ბაზრის რეგულაცია სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს. რაც მცდარია და უკვე რაც უფრო მეტად გადის კიდევ დრო ეს უფრო მეტად მტკიცდება. ჩვენ ასე უნდა გავიხსენოთ ევროპარლამენტის უკანასკნელ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ საქართველოს მეტი ძალისხმევა მართებს, რომ მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით უფრო, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული და მიზანსწრაფული პოლიტიკა გააჩნდეს. მე ვერ ვხედავ და ჩვენ ვერ ვხედავ დღეს რეალურად, რომ სახელმწიფოში არსებობს მიგრაციის, დასაქმების ან დაბრუნებული უკან მიგრანტების რეინტეგრაციის და რესოციალიზაციის რეალური მექანიზმები. და ის რომ საამისოდ ბევრი არის გასაკეთებელი და ჩართულობა საზოგადოებისა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მე ვფიქრობ, დღეს შეიძლება ეს მიგრაცია ჩვენთვის იყოს იგივე როგორც ასანთის ეფექტი. ანუ ასანთის ეფექტი თუ გამოვიყენებთ კარგად, შეიძლება დავანთოთ ცეცხლი გაგვათბოს, მაგრამ თუ ვერ გამოვიყენებთ კარგად, შეიძლება გაჩნდეს ხანძარი და ამას ემსხვერპლოს და შეეწიროს ძალიან ბევრი სიკეთეები. ეს არის ძალიან რთული და მე ვიტყოდი დროულად მისახედი უკვე და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მადლობთ. მე მინდა პირველ ბლოკში მოვასწროთ სხვა გრაფიკული მონაცემები და ასევე კეთილს ვთხოვო, რომ განმარტებებში დამეხმაროს შემდეგი თუ შეიძლება, ეს არის შრომითი მიგრაცია. კვლავ საბერძნეთი პირველ ადგილზე ფულადი გზავნილების მიხედვით, ხო? დიახ. მეორე ადგილზე იტალია, შემდეგ ესპანეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მონაცემი მომდევნო თუ შეიძლება. ფულადი გზავნილები 80%-ზე მეტი მოდის სამი ქვეყნიდან, ქალბატონო ქეთი, ანუ საბერძნეთი. ევროკავშირიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების 80%-ზე მეტი ეროვნული ბანკის მონაცემებით მოდის აი შემდგომი სამი ქვეყნიდან, ეს არის საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი. და შემდეგი გრაფიკული მონაცემი. თუმცა ეს არის მიგრანტები საქართველოდან, ასაკობრივი მონაცემი გვაქვს, ასევე გვაქვს პროფესია, მასწავლებლები, ლექტორები, ანუ ვინც ეს 18% არის მასწავლებლები და ლექტორები, წასულები. დიახ, ეს გახლავთ მიგრანტთა პროფილი, პირველ შემთხვევაში, ანუ უკვე საქართველოდან ემიგრირებული საერთაშორისო ისევ ორგანიზაციების შეფასებით, ემიგრირებულთა 60% გახლავთ 20-დან 39 წლამდე და მათ შორის 50%-ზე მეც აქვს უმაღლესი განათლება, 30%-ს აქვს პროფესიული განათლება, ხოლო აი მეორე სქემა გვაჩვენებს, ეს არის სწორედ ბატონი მარკი წარმოადგენს აქ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, რომელსაც ატარებდნენ წინა წლების განმავლობაში. ეს არის
ემიგრაციაში წამსვლელთა მსურველების პროფილი. და ეს გახლავთ აი ეს მონაცემები, მაგრამ მე ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო არა მხოლოდ იმაზე, რომ პრინციპში ეს სურათს ამძიმებს იმდენად, რამდენადაც ბევრი შეფასებით ეს უკავშირდება ტვინის გადინებას, რეპროდუქციული ასაკის მქონე მოქალაქეების გადინებას. აქვე ვიტყვი ძალიან საინტერესოა, რომ 40% ანუ ენასთან დაკავშირებით არის ძალიან სერიოზული პრობლემა და თქვათ ესეთი ადამიანი, როდესაც საზღვარგარეთ მოხვდება, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო და მეცაც გეტყვით 85% ამავე შეფასებებით იმ ადამიანებისა, რომლებიც სამუშაო შობის მიზნით გაემგზავრენ ამ ქვეყნებში, მათ 85%-ს არ ქონდა წინასწარ მოძებნილი სამუშაო, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას, მაგრამ თუნებას დამთავრდ ჩვენ წინა სლაიდი გავიარეთ და იქ იყო ძალიან საყურადღებო მონაცემი ამ ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ კი დავუშვათ არსებობს გარკვეული ეჭვები მიგრანტთა რაოდენობაზე, შრომით მიგრანტებზე და ასე შემდგომ, ეს მონაცემები არის ეროვნული ბანკის მონაცემები, ოფიციალურად განხორციელებული ფულადი გზავნილები. პირველ რიგში ერთი შენიშვნა მიგრანტების მიერ განხორციელებულ გზავნილებს არ წარმოადგენს მხოლოდ ფულადი ტრანზაქციები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტრანზაქციები ხდება სხვა ფორმითაც, ამიტომ საერთო შეფასებებით ის რაც დღეს ჩვენ სურათი, აი ესეთი სურათი გვაქვს, ეს არის დაახლოებით 70% იმ სახსრებისა, რომელიც მათი მხრიდან მოდის. და ამავდროულად არის ორი მაჩვენებელი ჩვენ შედარებისათვის ავიღეთ, დავუშვათ რა წილი უკავია მთლიან შიდა პროდუქტში საქართველოსი აი ამ ფულად გზავნილებს და როგორც ხედავთ 2006 წლიდან 2011 წლამდე ეს პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მნიშვნელოვნად იზრდება და ბოლო მონაცემებით შეადგენს 9.2%-ს. სოფლის მეურნეობის წილი მათ შორის მთლიან შიდა პროდუქტში იმავე წლების მონაცემებში შემდეგნაირად გამოიყურება 2006 წელს ეს არის 11% და შემდგომ იკლებს 2011 წლისათვის ეს არის 8.5%. სხვათა შორის სოფლის მეურნეობაში საქართველოს მოსახლეობის შრომითი ძალის 54%-ია დასაქმებული. იგივე ინვესტიციებთან დაკავშირებით. კომენტარი, როდესაც შემოსული თანხა აჭარბებს სოფლის მეურნეობის მიერ აქ ასე ვთქვათ შეტანილ თანხას, ეს რამდენად ძიმეა თქვენი აზრით ესეთი სურათი? საერთოდ ცნობილია და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ექსპერტი და ეკონომისტი აფრთხილებდა ყოველთვის წლების განმავლობაში ჩვენ მთავრობას, რომ დამოკიდებულება აი ამ ესე ვთქვათ რემიტანსებზე ეგრეთ წოდებულ ან გზავნილებზე, საერთაშორისო გზავნილებზე ეკონომიკის დამოკიდებულება არის ძალიან სახიფათო. იმიტომ რომ კი ეს მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ფაქტორია ჩვენი ესე ვთქვათ ეკონომიკის მხარდაჭერის, სოციალური მდგომარეობის ესე ვთქვათ მხარდაჭერის და ასე შემდეგ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის ძალიან სარისკო, იმიტომ რომ შეიძლება ელემენტარულად ეს აუცილებლად შემცირდება. კლების ტენდენცია აუცილებლად იქნება. ну რა ვიცი მე მგონი ჯერჯერობით ეს კლების ტენდენცია მანდ-მაინც არ ჩანს დაახლოებით ერთ დონეზე არის უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში 2007-დან დაწყებული მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მომავალ წლებში სულ უფრო არ გართულდება ვთქვათ იგივე აი ამ გზავნილებით ეკონომიკის ესე ვთქვათ სტიმულირება და ოჯახების შენახვა. ამიტომ საჭირო არის რაღაც გრძელვადიანი ხედვის შემუშავება, სწორი პოლიტიკის ესე ვთქვათ შემუშავება იმისთვის რომ ნელ-ნელა ეკონომიკაში ჩანაცვლება მოხდეს აი ამ კაპიტალის შემოდინების. პლუს ჩვენ უნდა დაგვიწყდება ესე ჩვენი ეკონომიკა არის მართლა ძალიან დეფიციტური საგარეო ვთქვათ ურთიერთობების თვალსაზრისით ჩვენი აი ამ შემოდინება ამ კაპიტალის რომელიც როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ აი ამ გზავნილებით ხდება დაახლოებით იმ ხელავე დონის ეს ვთქვათ კაპიტალის შემოსვლა ქვეყანაში რამდენიც ინვესტიციების გზით შესაძლოა პირდაპირ ინვესტიციები აქ იგულისხმება და ეს ნიშნავს იმას, რომ ამითი ჩვენ ვავსებთ პრაქტიკულად იმ საგარეო უარყოფით ბალანსს, რომელიც იქნება იმის გამო, რომ ჩვენი საექსპორტო პროდუქცია, საექსპორტო, ასე ვთქვათ, შემოსავლები არის ბევრად უფრო ნაკლები, დაახლოებით 2.5-ჯერ, 3-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე, ვთქვათ, ჩვენ ხარჯავთ იმპორტზე. და აი ესეთი დამოკიდებულება არის სარისკო საბოლოო ჯამში ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისათვის, სტაბილური განვითარებისათვის. აქ უნდა მოიძებნოს აუცილებლად შესაძლებლობა, რაც იმასთანაც არის სწორედ დაკავშირებული, რომ სამუშაო ადგილების შექმნა დაკავშირებულია სექტორულ განვითარებასთან, მათ შორის სოფლის მეურნეობა ახსენეთ თქვენ, სოფლის მეურნეობაში უნდა მოხდეს ძალიან სერიოზული ალბათ რაღაც პროგრამების დამუშავება იმისათვის, რომ გაიზარდოს იქ შემოსავლები, გაიზარდოს დასაქმება სხვა სფეროებშიც
ეს შეამცირებს მიგრაციის, ესე ვთქვათ, ემიგრაციის დონესაც. რა თქმა უნდა, ამის შედეგად შემცირდება ეს ვთქვათ, გზავნილების შემოდინებაც, მაგრამ სამაგიეროდ გაიზრდება შიდა ეს პოტენციალი ეკონომიკური. და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მივახცევთ სტაბილურობას. ეჭვი მაქვს, გინდათ პასუხის გაცემა ამ ყველაფერზე, რაც აქ ითქვა, ოღონდ რეკლამის შემდეგ თუ შეიძლება, რეკლამა და რამდენიმე წუთში კვლავ დავბრუნდებით ეთერში. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია. მე შეგახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა რეადმისია, ვიზების საკითხი, შრომითი მიგრაცია. გრაფიკული მონაცემი ვაჩვენეთ გადაცემის პირველ ნაწილში, რომელზეც ჩვენი სტუმრები აკეთებდნენ კომენტარებს და დაისვა ასეთი შეკითხვა ქალბატონ თამარ ამ სტუდიაში და მე ხამ შეკითხვას თქვენ დაგისვამთ უკვე. რას თავაზობს სახელმწიფო ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს იმისთვის რომ დაბრუნდნენ, მათ შორის არალეგალურად ვინც შრომობს იქ? სიტუაცია რასაკვირველია, საკმაოდ სურათი პრობლემატურია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამასთან ერთად ეს სურათი ასახავს დღევანდელი საქართველოს განვითარების დონეს. ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია იმიგრანტების მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათი ოჯახებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, რაზეც მუშაობს საქართველოს მთავრობა, ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნის კუთხით, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის კუთხით, ამას ემსახურება სწორედ ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ქვეყანაში და განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ბატონმა კახამ ძალიან წყობრად ჩამოაყალიბა სწორედ ის ჯაჭვი, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისაკენ, მაგრამ რეალურად სწორედ განსაკუთრებული აქცენტი რეგიონულ განვითარებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იქნება ალბათ აუცილებელი იმ პროგრამების ფარგლებში, რომელიც დაგეგმილია ამ კონკრეტულ სექტორებში. რაც შეეხება ემიგრაციის თემას ზოგადად და მიგრაციის პოლიტიკას, აღინიშნა უკვე, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხარვეზები იყო ამ მიმართულებით და ჩვენ ვცდილობთ ახალი კომისიის ფარგლებში, რომელიც ასევე ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა იუსტიციის სამინისტროში, აი სულ ცოტა ხნის შემდეგ დამტკიცდება სპეციალური მიგრაციის სტრატეგია, რომლის ძალიან დიდი ნაწილი ეხება შრომით მიგრაციას და სწორედ იქ ჩამოყალიბებულია ის როლი და ფუნქცია სახელმწიფოსი, რომელმაც უნდა იტვირთოს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით. ეს ერთი. და მეორე, ლეგალური მიგრაციის საშუალებების შექმნა. იგივე პარტნიორობა მობილურობისათვის, რომელიც ახალი კონცეფცია ევროკავშირის და ემსახურება მიგრაციის და განვითარების თემას. ანუ მიგრაცია შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ მიგრაცია შეიძლება იყოს ხელშეწყობი ქვეყნის განვითარებისთვის და მან არ უზრუნველყოს ტვინების გადინება, არამედ ცირკულარული მიგრაციის საშუალებით უზრუნველყოს სწორედ რესურსების, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების შემოდინება ისევ მიგრაციის ამ მონაცემში შემაშფოთებელი ქალბატონ თამარ ის არის ქვეყანაში. ეს არის ყველაზე აქტიური ნაწილი გადის როგორც წესი ქვეყნიდან. და სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამაზე მუშაობთ აქტიურად ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, საფრანგეთთან უკვე გვაქვს ხელშეკრულება მზად, რომელიც ხელშეუწყობს სწორედ ამ ცირკულარული მიგრაციის კონცეფციის განხორციელებას. ანუ ლეგალურად დასაქმდება იმ მოთხოვნად პროფესიებზე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთის ბაზარზე კონკრეტულად იქნება ჩამოყალიბებული და შემდეგ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში მიიღებენ კონტრაქტს, ექნებათ ცივილური შრომის პირობები, სოციალური დაცვა, ხოლო გარკვეული დროის განმავლობაში ისინი დაბრუნდებიან საქართველოში, გააგრძელებენ იქ მუშაობას და გარკვეული დროის შემდეგ თუ კი ამის სურვილი იქნება, კვლავ დაბრუნდებიან ცირკულარული მიგრაციის საფუძველზე და დასაქმდებიან ევროკავშირის ქვეყანაში. ეს საკითხი, მოკლედ თქვით, თუ რამის თქმა გსურთ, საფრანგეთთან დაკავშირებით მინდა დავამატო, რომ მე ვფიქრობ, რომ
მიგრაციის პროცესებში, ანუ საფრანგეთთან მართლაც მნიშვნელოვანია 500 დასაქმებულზე მიმდინარეობს საუბარი. ეს არის მინიმუმი, რაც ამ ეტაპზე განისაზღვრა. პროფესიებია ჩამონათვალე და მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მემორანდუმი გააფორმა საფრანგეთის ერთ-ერთ ძალიან უძლიერეს, ასე რომ ვთქვათ, გავლენიან ორგანიზაციასთან, პროფკავშირთან და ამ ფორმატში, ცირკულარული მიგრაციის ფორმატში 500 თუ მეტი დასაქმებულზე იქნება კიდევ ცალკე დამატებით მონიტორინგი ჩვენი ფრანგი კოლეგებისაგან და ჩვენ არ მხოლოდ საფრანგეთთან, არამედ სხვა ქვეყანასთანაც თანამშრომლობ და მე ვფიქრობ, სახელმწიფოს უფრო მეტად მართებს მეტი რომ დაინახოს პროფკავშირის როგორც მზარდი რეალური მექანიზმის და ორგანიზმის, ასე რომ ვთქვათ, გავლენა და აუცილებლობა თუნდაც არალეგალი შრომითი მიგრანტების დაცვის კუთხით იქ, სადაც სახელმწიფოს ნაკლებად მიუწვდება ხელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ საკონსულტებში ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობები, როგორც შრომითი ატაშეები არ არსებობენ და რომ არსებობდნენ და ამ შრომით ატაშეების კუთხით საელჩოებში იყო შესაბამისი ინფორმაცია, მე ვფიქრობ, დაცულობის უფრო მაღალი დონე იქნებოდა შენარჩუნება. გასაგებია. სამხრივი დიალოგი, დამსაქმებელი პროფკავშირი და სახელმწიფო დიალოგი ქალბატონ თამარ და რომ მუშაობდეს დიალოგი, რომელსაც საქართველოს მთავრობას განწყობა უნდა ქონდეს და პოლიტიკური ნება რომ პროფკავშირში დაინახოს პარტნიორი და შეუძლია რომ ეს საკითხები აიღოს თავისი ჩამოყალიბებულია დიალოგის ფორმატი და შესაბამისად რომ არსებობდეს იმ შემთხვევაში იქნებოდა ნამდვილად არსებობს ეს დიალოგის ფორმატი. კარგით, ეს საკითხი რაც ეხება შრომით მიგრაციას არის ძალიან რთული საკითხი და ამაზე დღეს ყოველ შემთხვევაში ამ სტუდიაში შეგვიძლია ვისაუბროთ და გადაწყვეტის გზებზე ვისაუბროთ მეტნაკლებად, ხო, გავამახვილოთ ამას ყურადღება, მაგრამ მე მგონი რა საკითხზეც ახლა გადავალ არის თემა, რომლის მოგვარება შედარებით ადვილად შეიძლება. ლაშა ჩვენ ჟურნალისტებს გვისაუბრია იმ ტექნიკურ პრობლემებზე, რომელიც ექმნებათ მოქალაქეებს, როდესაც საკონსულოებში მიდიან. მინდა რომ ამაზე ისე არ დავამთავროთ გადაცემა, რომ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. რა პრობლემებია ძირითადად საკონსულოებში, გარდა რიგებისა და იქ წვრილ-წვრილი საკითხების. მიკროფონში თუ შეიძლება. არა, მაინც საჭიროა. ну ესეთი ერთი შეხედვით წვრილ-წვრილი პრობლემებია, რომელიც შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა, რომელიც გამოც ადამიანი ვერ წავიდა საზღვარგარეთ, ხო? ну ეს არის თქვენ ახსენეთ რიგები, ტელეფონი მაგალითად სადღაც მოძებნი ტელეფონს რეკავთ ან არიღებენ, ან რაღაცა გაუგებარ სიტუაცია. სხვა შეიძლება რიგები ძალიან სერიოზული პრობლემა, მე გამიგია რომ არსებობს ადგილები, სადაც თელეგრამე დგანა ხომე რიგებში, არ მინდა ხა დავაკონკრეტო, ასეთ საელჩოებიც არსებობს თბილისში, როდესაც თელეგრამის გამოში ცოცხალი რიგია და ან უწევს, ან არ უწევს. ძალიან ხშირია პრობლემა, როდესაც ადამიანმა არ იცის ენა, თქვათ, მან იცის ქართული და არ აქვს საშუალება. მე რამდენად ვიცი, ზოგიერთ საელჩოში ეს მოწესრიგება, მაგალითად გერმანიის საელჩო ძალიან მოწესრიგებულია, იქ არის, მაგრამ არის ბევრი საელჩო, სადაც არ არსებობს. თითქოს საქართველოში არ არის ეს ქართული ენა. მე მიკვირს რატომ აქამდე არ დაისვა ეს საკითხი და რატომ დღეს რატო დავიწყეთ ამაზე ფიქრი. მე ძალიან გამიხარდა, როცა ქალბატონო თამარმა ბრძანა, რომ ამის თაობაზე იყო საუბარი. უბრალოდ მე არ მიხარია, როდესაც ამდენი ხანი გავიდა და ვერ მივახციეთ იმას, რომ საქართველოში საელჩოებმა პატივიცენ ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს და ქართულ ენაზე არსებობდეს რა უნდა ერთი, ასე ვთქვათ, ერთი თუ ორგვერდიანი ანკეტის ქართულ ენაზე. ეს თქვენი აზრი. მოქალაქეები არ ითხოვენ ამას, ჟურნალისტებმა ვერ მიაწვინეს. საქართველოს მოქალაქე რამდენი რას ახლა მიტინგს ატარებს, პარლამენტთან მიტინგს ატარებს, კანცელერიასთან მიტინგს ატარებს, ყველგან და ახლა საელჩოსთანაც მიტინგს ხო ჩაატარებს. თქვენი აზრით, სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს კონკრეტულ საელჩოს. ეს არის სახელმწიფოს პირველ რიგში სახელმწიფო მის პრეზიდენტი მას უწერია რომ მის კონსტიტუციური ვალია მისი მოქალაქე დაიცვას და მთავრობა უნდა იზრუნოს მის მოქალაქეზე რომ არ იგზნოს ადამიანმა თავი ძალიან ეს შეურაცხყოფილად. ზოგიერთ შემთხვევაში როდესაც უარს ეუბნება მიზეს არ უხსნიან, ფულს ახდევინებენ, როდესაც არ ეკუთვნის, სხვათა შორის აი ახალი რეჟიმით, როდესაც ვიღაცას არ ეკუთვნის, მე ვიცი ფაქტობრივად გადაიხადეს ფული. ну ამის თაობაზე ქალბატონ ქეთი სიტყვის, ბატონ კახაც, მაიაც და ყველა უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც ძალიან უკმაყოფილო იყო, როდესაც გამოვიდა და ძალიან ესე გძნობენ თავს. ამ დროს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის, რომ არსებობდეს კეთილგანწყობა, იმიტომ რომ მართლა ჩვენ სხვა გზა არ აქვს გარდა
დასავლეთისა, ხო, ევროპისა, ამერიკის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხა, როდესაც შეხება გაქვს პირველი მასთან და ეს შეხება არის ის, რომ მიდიხარ და ან ის არ ხვდება, ან განცხადება არ არის, ან ვიღაცა რიგში ჯაგაყენებს, ან ტელეფონს არ აიღებს, რა, ხა ეს ხო ცუდია რა. ანუ ეს არის ის თქმაც შეიძლება. კაბატონ მაია ამ საკითხზე თუ მთავარი პრობლემა არის აქ ის, რომ მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაციის მიღების საშუალება. ელემენტარულად ვთქვათ, საელჩოების ვებგვერდზე შეიძლება ძალიან მარტივი ფორმით აუხსნათ მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე. ხშირ შემთხვევაში საელჩოების ვებგვერდი არის ერთენოვანი ან ორენოვანი და ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის უცხო ენა და ამაში დამეთანხმებით ეს დიდი პრობლემაა. აქ არის პრობლემა, როდესაც ავსებენ აპლიკაციას ასევე უცხო ენის არცოდნის გამო არის უამრავი შეცდომა და მთელი ღამე რიგში დგას მთელი ღამე, შემდეგ შედის და უკან უბრუნებენ ამას შეცდომების და გამო. არის მერე იქ ძალიან ბევრისთვის ბიზნესი ძალიან მარტივი და თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ. თარგმნის პრობლემა, თარჯიმანი, აპლიკაციის შევსება, ეს ყველაფერი არის რაღაც თანხებთან დაკავშირებული და საბოლოო ჯამში ადამიანებს აქვს გარკვეული იმედგაცრუება, მათ აღარ აქვთ უბრალოდ სურვილი, ამიტომ აკითხავენ ზუსტად იმ შუამავალ ფირმებს, რომელიც ჩვენ აქ ვახსენეთ, ის იძულებული ხდება შუამავალ მიაკითხოს, თუმცა მას რომ კონდეს პირდაპირი კავშირი, ეს მისთვისაც ხელმისაწვდომია არა, ნაკლები დროის, თანხის და ენერგიის დახარჯვა. მე მგონი ეს ძალიან მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა და კიდევ ერთი, თუ ჩვენ გვექნება სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს, მედიას, საელჩოებს, ყველას კავშირი ერთმანეთთან და ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, ერთობლივად ვიმუშაოთ, აუხსნათ ადამიანებს, რისი უფლება აქვთ ამ ახალი კანონით, რა შეუძლიათ მათ მოითხოვონ საელჩოებისგან, ხელისუფლებისგან, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, აი ამ შემთხვევაში ეს პრობლემა მოიხსნება. გასაგებია, კეთი, მე მინდა ისე თქვენ კითხოთ, ერთ საინტერესო მომენტზე ეს არის უარის დასაბუთება და გასაჩივრების შესაძლებლობა. რამდენად იცნობს ამ უფლებას მოქალაქეების უმრავლესობა? ჩვენი კვლევების შედეგად დადასტურდა სხვადასხვა ჯგუფში, რომ მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია აი ამ უფლების შესახებ და მინდა გითხრათ, ახლა გამოვიყედოთ ჩვენ ინფორმაციის ნაკლებობაზე ვსაუბრობთ და ძალიან კარგი საშუალებაა თქვენი გადაცემა და მადლობთ, რომ ესეთ შესაძლებლობას გვაძლევთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს, რამდენადაც ეს მათ ეხება და ძალიან უშუალო და ხელშესაძლებელი შედეგები აქვს. სავიზო ურთიერთობები საქართველოს ევროკავშირთან დღეს რეგულირდება პირველი ევროპის შიდა სავიზო პოლიტიკით, რომელიც ეგრეთ წოდებული ევროპის სავიზო კოდექსით არის თავის მხრივ დარეგულირებული 2010 წლიდან და მეორე ხელშეკრულებით, ეს არის ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულება, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც გულისხმობს გარკვეული მიმართულებებით პროცედურების გამარტივებას ვიზის აღებისა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს. აი ეს ორი ინსტრუმენტი, ეს ასე ვთქვათ კავშირის მხარეს არის პასუხისმგებლობის ტვირთი, რადგანაც საქართველოს ცალმხრივ რეჟიმში აქვს უვიზო მიმოსვლის, ასე ვთქვათ, რეჟიმი ევროკავშირის მოქალაქეებისათვის 2006 წლიდან. აქედან გამომდინარე არის მთელი რიგი საკითხების, რაზეც საუბრობდნენ ახლა ბატონი ლაშა და ქალბატონი მაია, ის საკითხები დარეგულირებული არის ევროპის სავიზო კოდექსით. მათ შორის მშობლიურ ენაზე მომსახურება, გამართული ინფრასტრუქტურა, ის რომ არ იყოს ცოცხალი რიგები, ან იყოს მოწესრიგებული მოსაცდელები და ასე შემდგომ, იყოს წვდომა ინფორმაციაზე სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ვებგვერდზე, ტელეფონით, ადგილებზე და ასე შემდგომ, ხო? და არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც თქვენ ძალიან სამართლიანად გავუსვით ხაზი. ეს არის უარის დასაბუთების და ასევე უარის გასაჩივრების შესაძლებლობა მოქალაქეებისათვის. რომლითაც უმეტესობა არ სარგებლობს. რომლითაც არ სარგებლობენ, აქ არის ორი ფაქტორი. პირველი, რომ არ იციან, ისინი ყველა შემთხვევაში ჩვენი დაკვირვებით იღებენ წერილობით ფორმას, მაგრამ თუ კი მათთვის არ ხდება ვერბალური განმარტება, რომ ეს არის სტანდარტული უარის ფორმა, სადაც ერთ-ერთი პუნქტი არის შემოხაზული, ისინი ამით არ ინტერესდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, სად შეიძლება გაასაჩივროს. ეს არის სასამართლო თუ მანამდე ეს არის კონკრეტულად წევრი ქვეყნების
ქვეყნების ასე ვთქვათ, კანონმდებლობით დარეგულირებული, ყოველ შემთხვევაში გასაჩივრების შუამავალი არის შესაბამისი საკონსულო და აი ამ ფურცელზე მათ აქვთ მითითებული, რომ შეუძლიათ უარის მიზეზთან თუ კი არ ეთანხმებიან უარის მიზეზს, გაასაჩივრონ ეს უარი და მეცაც გეტყვით, ევროპის სავიზო კოდექსში არის ჩანაწერი, რომ უარი ან უარზე გასაჩივრება არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმავე აპლიკანტისათვის მომავალში უარის თქმისა და ახალი განაცხადი უნდა განხილული იქნას ობიექტურად. ამიტომ შეიძლება უარის ასეთ პირობებში, მაჩვენებლის პირობებში მოქალაქეებს გაუჩნდეთ სრული სარგებლო ნამუშევრები. თუ ვინმეს გსურთ ამ საკითხზე კიდევ გამოთქვა თქვენი აზრი, რაც შეეხება საკონსულოების მომსახურებას, თუ არა და ქალბატონ თამარ, თქვენ იმ კომისიიდან გამომდინარე უნდა გვითხრათ ახლა პასუხები ამ ყველაფერზე. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ აი სურათი, რომელიც იყო კვლევაში და დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის და მის ორგანიზაციას, ნამდვილად კარგად შეფასებულია ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც ჩვენ დღევანდელი კომისიის ხდომაზეც გამოვიყენეთ და იმ მონაცემებთან ერთად, რომელიც ჩვენ ქონდა ამ წლის განმავლობაში შეგროვილი პირადი კონტაქტებიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მიმართვების საფუძველზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო ევროკომისიის შესაბამის დელეგაციასთან ძალიან დეტალურად განხილული. შესაბამისად, ჩვენ შევთანხმდით, რომ ენის პრობლემა აღარ უნდა იყოს და ყველა საკონსულოს ამ კომისიის სახელით ექნება ძალიან კონკრეტული მითითება, რა სწორედ სავიზო კოდექსის შესაბამისად, რომელიც მართალია ევროკავშირს არ აქვს უნიფიცირებული ჰარმონიზებული მიდგომა ვიზებთან დაკავშირებით დღეს რეალობაში მოყვანილი, მაგრამ სავიზო კოდექსი ითხოვს, რომ ჰარმონიზებული იყოს მიდგომა და ეს პროცესი დაწყებულია. შესაბამისად, ენასთან დაკავშირებით, ინფორმაციასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ call ცენტრებთან, სატელეფონო მომსახურებასთან, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აპლიკანტი საქართველოს მოქალაქე დეტალურად წერილობით უნდა იყოს ინფორმირებული, დადასტურებული, მას უნდა კონდეს ყველა ეს მოთხოვნა. მეორე რა ძალიან მარტივია. სახელმწიფოს რომ შეეძლო მიემართა კონკრეტულად საელჩოსთვის, საკონსულოსთვის და ეთქვა, რატომ არ გაქვს ქართულ ენაზე. ამას რეგულარულად საკონსულო აკეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თავის კოლეგებთან დიალოგში, მაგრამ დღეს როცა ეს ხელშეკრულება უკვე რეალობაა, ეს არის ძალიან სერიოზული საფუძველი, რომ ჩვენ მივახციოთ კონკრეტულ შედეგებს ამ მიმართულებით. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უარის თქმასთან დაკავშირებით, მართალია ეს ჯერ ერთი სიახლეა, რთული თემებია, მაგრამ ამასთან ერთად ალბათ უფრო აქტიური უნდა იყოს თვითონ მოსახლეობაც და გაეცნოს ყველა იმ ინფორმაცია, სანამ ვიზაზე აპლიკაცია გააკეთებს, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე, სადაც ამ ხელშეკრულების შესახებ, სპეციალურ ჯგუფების შესახებ, რომლებიც განთავისუფლებულია გადასახადისგან, რომელსაც მოეთხოვება, ვთქვათ, გარკვეული გამარტივება დოკუმენტების წარდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ქონდა, რომელიც კონკრეტულად არ მინდა საუჩვევი ჩამოვთვალო, მაგრამ როცა ეს პრობლემა დგებოდა დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უკიდურესად პრობლემატური იყო ეს თემები, ვთქვათ, მოსწავლეებისთვის და ასევე სტუდენტებისთვის, რომელსაც თითქოს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, იმ ქვეყნის სტიპენდიები ჰქონდათ მოპოვებული, მაგრამ როცა ტრადიციულია ესეთი წარსული წლებიდან წამოყოლილი მოთხოვნები იყო ფინანსურ უზრუნველყოფასთან, რაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ამ კონკრეტული მოქალაქეებისთვის, პირადად ვერეოდით ხოლმე და ქონდა სპეციალური სატელეფონო მზარები, რომ ეს პრობლემა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხსნილიყო. იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ეგრეთ წოდებული არგუმენტი არის ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარტნიორებთან ის, რომ რეალურად დამოკიდებულება მობილურობასთან, კონკრეტულად ვიზასთან არის ის კრიტერიუმი, რითაც განისაზღვრება საქართველოს მოქალაქისთვის ევროკავშირთან ურთიერთობების შესაძლებლობები და სწორედ ამიტომ ეს თემები, როგორც არის თითქოს მარტივად ჩანს, ლოგისტიკური და ადმინისტრაციული საკითხები უნდა იყოს აუცილებლად დროულად მოგვარებული და ამ თემაზე მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯერთი მუშაობა არ დაწყებულა 1 წლის წინ, მაგრამ ეს ბოლო 1 წელი არის ძალიან გააქტიურებული და მე იმედი მაქვს, რომ ამაზე შედეგი, ამასთან დაკავშირებით შედეგი გვექნება, თუმცა ასევე ძალიან ვთხოვდი ჩვენ მოქალაქეებს, რომ მიიღონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია დღეს კონკრეტულად ოფიციალურ ვებგვერდებზე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის. ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება, განსაკუთრებით რაც შეეხება შრომით მიგრაციას, მაგრამ ჩვენი საეთორო დრო ამოიწურა სამწუხაროდ და მე იმ იმედით მინდა დავასრულო
ეს გადაცემა, რომ აი საკონსულოების ეს რაღაც საკითხები, რაც ეხება ინფრასტრუქტურას თუ სხვა, ასე ვთქვათ, არ მინდა კიდევ ვიხმარო სიტყვა წვრილმან, იმიტომ რომ ახლა სერიოზული პრობლემაა ბოლოს ეს მოქალაქეებისთვის და ბევრჯერ საკუთარ თავზეც გამოგვიცდია ალბათ იმ რიგებში დგომა. ძალიან დიდი მადლობა ყველას გადაცემის სტუმრობისთვის და ჩვენს მაყურებელს ყურადღებისთვის. ევროპული არჩევანი გემშვიდობათ ერთი კვირით. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ოთხშაბათს საღამოს 10 საათზე პირველ აქტზე. ნახვამდის.